მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა ახალ წელს. საქართველოში ძველით ახალი წელი წინა გვაქვს და აი ამ კარგ პერიოდში შემომიერთა ზაზა შათირიშვილი. ზაზა, მოგესალმები. მოგესალმები ნიკა. როგორ ახარ? გილოცავ ყველაფერს. მადლობა, თავადაც მრავლად დაესწარი, ბედნიერად შენ ოჯახთან და შენ გარემოცვასთან ერთად. ბედნიერება და სულ ხო და მოკლედ ჩვენმა დონალდმა ტრამპმა ახალი წელი დამდგარი არ იყო და მოკლედ სიურპრიზების წყება წამოიწყო. და ამაზე მინდა საუბარი და უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პირველი პოდკასტი რო ჩავწერეთ, იქ რიგი შეკითხვები მქონდა და შენ ძალიან ასეთი როგორც ჩანს ეს ზუსტად პაფილოსოფსკი პასუხი გამეცი, რომ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ საქანელას ამ რყევებს რა, ტარიფები მოხსნა და ამატა, რუსებს სანქცია დაუდო, მერე მოხსნა და მოკლედ ამას ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ მონდროს დოქტრინისკენ მიყავსო და ისე აგვიხდეს მე და შენ და ჩვენს კეთილმოსურნეებს ყველაფერი კარგად, როგორც შენ თქვი და ეს ალბათ უსაფუძვლო არ იყო, უბრალოდ შენ კიდე სხვა კუთხით დაინახე ეს ყველაფერი და ზუსტად ასე მიდის და მე უბრალოდ რისი კითხვა მაქვს, იცი რომ აი შეიძლება და ამ ყველაფრის სხვანაირად გაკეთება, როგორც ახლა პოლიტიკური ექსპერტები ამბობენ, მაგრამ აი წარმოიდგინე რა გააკეთა, მოვიდა და დაძრა ორი ისეთი თემა, რომელიც პრინციპში უკვე მივიწყებული იყო. ეს არის კენედის მკვლელობა, ეპშტეინის ამბები, ხო? თითქოს ერთი შეხედვით, კენედი ახლა ალბათ ნაკლებად საზიანო იყო მისთვის, მაგრამ ეპშტეინის კუნძული ფაქტობრივად, ესე იგი, თავით ხარა რა, როგორც ამბობენ, ხო? თაგმად ხარაო და აი ეს რა მომენტი იყო, ხო შეიძლება რომ მოსულიყო და ესე იგი ფურცელი გადაეშალა და დავიწყეთ ახალი ამერიკის შენებლობა რა. ამერიკა კлауდლიერი, როგორც აქვს ლოზუნგი. მაგრამ არ გააკეთა, აი ესე ჯანჯღარით მოვიდა და აი დღემდე აჯანჯღარებს და ყველაზე უცნაური ის არის, რომ რაც კრიტიკულ ფაილებს აქვეყნებს, ყველაფერი არის შავი ლაქებით დაფარული. ისეთი შავი ლაქებით არის, რომ მე ალბათ ამ ვიდეოს ადრე გითხარე კიდეც ესეთი სიმბოლური ხასიათით დავარქმევდი მალევიჩის კვადრატს, იმიტომ რომ კარგია. იმიტომ რომ ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია დაფარულია და თვითონ არსი რა იყო ზაზა ამ ყველაფრის, აი უცნაური კაცია და მეორე ნაწილში კიდე გეტყვი შენც იცი ახლა გუშინ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური მორალი გადის რომ თავის პოლიტიკურ მორალზე და მისი პოლიტიკური მორალი არის კიდე მის ხედვებზე და მოკლედ საერთაშორისო სამართალი და მორალი ასეთი აკადემიური გაგებით აღარ არის. რა არის ეს ზაზა? რატო არყევს ესე? ერთი რომ ეს მაგ კარგად დიხუმრა დღეს რომ რა გიდაო რა იმანუელ კანტი გაიმეორაო რომ ორი რამ აღმაფრთოვანებს ვარსკვლავებიანით საჩემზევით და მორალური კანონი ჩემში და ეს იცი რა არის მოდი შენ პირველი ის რაც ახსენე და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონროს დოქტრინა და შეიძლება ითქვას რომ აი ჩვენ ხო აქამდე როგორ ლაპარაკობთ და კრიზისი უკვე შეიძლება ითქვას რომ კრიზისი დამთავრდა ჩვენ ახალ სამყაროში გადავედით ეს უკვე კრიზისი აღარ არის კრიზისი უკვე დამთავრდა კრიზისი მიდიოდა დაახლოებით ალბათ 2014 წლიდან მე ვიტყოდი აი 2025 წლის ბოლომდე და აი ეს ბოლო პერიოდში რაც განვითარდა მოვლენები ეს მადუროს გაწაცება ეს ტანკერები ეს გრენლანდია ეს უკვე არის არა სიტყვები და არა რაღაცა მედიალურ ანუ საქმეებია ფაქტობრივად ამით რა თქვა რომ ვინც შემოვა ჩემსკენ ჩემს სფეროში ვინც შემოვა ყველას აი ასეთი ბედი ელის აი როგორც იყო რაღაცით მოდი ისიც თქვა რომ ძალიან გავს საშუალო საუკუნეებს აი ეს ჩემს ტყეში თუ შემოხვალ კნязь ვახვარი აი ოღონდ აქ არის ორი რაღაცა ორი რამ მე მგონია ეს რაც არის მნიშვნელოვანი ერთი რომ
გავლენის სფეროები და გეოპოლიტიკა ერთი და მეორე მედიალური ფაქტორი, ანუ გლობალური მედია, ხო, აი რაც ჩვენ ვართ, global village, როგორც იტყოდა მარშალ მაკლუენი, ეს ორი რეალობა არის ერთდროულად. ერთი არის აი ეს რო გავლენის სფეროები არის და გადანაწილებული რეალურად. ანუ როგორ არის გადანაწილებულები მიაქცია ყურადღება. ამერიკა არის ზღვა, ჩინეთი და რუსეთი არის ევრაზიული სახელმწიფოები. ანუ ეს არის მიწა. ზღვისა და მიწის დაფიქსირება. კარლ შმიტი აისაც კარგად გავიხსენოთ. ხო? აქედან გამომდინარე ეს global village კიდე ეს ქსელური ერთიანობა იძლევა იმ ახალ რეალობას, რომ შენ შეგიძლია რა პროვოცირება ისეთი რამის, რასაც შეიძლება გამოიწვიოს გეოპოლიტიკაში გარკვეული ასახვა. აი გავხსენოთ კინოფილმი მატრიცა. თუ მატრიცაში კლავენ კუდები რეალურ ცხოვრებაშიც. აი დაახლოებით რამეა. მე მგონი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი არის თქმაც მინდა. და ხელოვნებას ესაა კარგი მომენტი, რომ ხატვარი ფართოგაგებით ქმნის გარკვეულ ხატებს და შენ მე ამას იყენებ და ხედავ რეალობას. ანუ ჩვენ უკვე სხვა რეალობაში ვართ, ჩვენ უკვე შევედით, მოდი ესე ვთქვათ, ახალ 30 წლიან ომში. და მეორე ფაზას გულისხმობ, ანუ აი ამ და პირობითად ეს. აი თუ ეს უყურე 30 წლიანი ომს, აი იმ ძველს 1618-48, რომელმაც ჩამოაყალიბა მოდერნიტი ახალი დრო, ეხლა ჩვენ გამოვდივართ ახალი დროიდან, შევდივართ ახალ შუა საუკუნეებში. ანუ ჯერ კიდე პოსტმოდერნამდე გვიკლია ესე ვთქვა. გამოვედით, არა, გამოვედით. გამოვედით, ხო, მოდერნ გამოვედით და გადავედით ახალ შუა საუკუნეებში. ეს არის ახალი შუა საუკუნეები. გარკვეული აზრით შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ეს არის ორი ფაზა ტიპოლოგიურად, რა თქმა უნდა, ისტორია შეუქცევადია, მაგრამ ამავდროულად არსებობს გარკვეული ფაზები. ტიპოლოგიურად, ანუ მეორდება ციკლზე როცა ვლაპარაკობთ, ესე იგი სტრუქტურულად გავს, მაგრამ სხვა რამეა. და ეს სხვა რამე, რაც იწვევს აი ამ განსხვავებას, არის ეს სწორედ ორი რეალობა, გეოპოლიტიკური და მატრიცული, ანუ მედიალური. და რაც გააკეთა დაუშვათ, ხო, აი ტრამპის მადურ ფარის მოტაცება. ხო და ის გვამიდა რომ ეხლა ძალიან საინტერესოა უყურე რა არის და ქართველი აკაცუკები უხმობენ რომ აი ბიძინა წაიყვანე როგორც მადურო წაიყვანდა მადურო იმიტომ კერ წაუყვანე რომ ცუდი კაცია ან კაი კაცია მადურო იმიტომ წაიყვანა რომ არის ნავთობი პირდაპირ ამობს ამას თან გასხობით აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სკაჭოს აღარ გამოვიდა ეგ მეკითხა რომ აღარ ხუთავს უკვე ამ ყველა ჩვენ უკვე შეგვიძლია აღარ გამოვიყენოთ ტერმინი deep state deep state საჭირო იყო მაშინ როდესაც ამბობ რომ აი ესე იგი როცა არსებობს განსხვავება ჩემს ქმედებასა და ჩემს ახსნას შორის აი როცა ნარატივი მაგრამ არა კაცო მე კი არა კლავ მე ადამიანის უფლებების ვავრცელებ დემოკრატიისთვის მე ერაყელ ხალხს კი არ ხოცავ კაცო მე დემოკრატიას ვავრცელებ და არავითარი დემოკრატიის გავრცელება დავწოვი ვინდაო და საერთოდ ეს ჩვენი ტერიტორია არისო ძაღლები და მგლები ტერიტორიას რომ მონიშნავენ ხო იცი ხო გარკვეული აფერლები ხო არა ძაღლმაც იცის მაგრამ ძაღლს აქვს დარჩენილი ის არაცნობიერად და მგელი რეალურად ეგრე ემაშვება თავის ტერიტორიას ხო ნუ ეხლა რა არის ეხლა ეს აკაცუკები უნდა არსებობდნენ ეს აუცილებელია რატო იცი რომ ეს მარადი ჩვენ თაობას მარადილულად უნდა ახსოვდეს რას ნიშნავს გეოპოლიტიკური ნაიურობა ამიტომ ეს აკაცუკების ხმა უნდა ისმოდეს აი როგორც
თევდორე აი ცნობილი ის რო არის ხო? ანუ მიამიტი ხალხი უნდა იყოს საზოგადოებაში? არა, ეს მიამიტი ხალხი კავკაზიკოს მიამიტოს კი არ არის. ეს არის ხმა სამარიდან. ეს არის აი ხო გესმის წარსულის ხმები. წარსულის ხმები ისმის. თევდორე ხო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს ისმის, იმიტომ რომ აი მაგათ როგორ გულწრფელად მიხდება, იმიტომ რომ მეც დაახლოებით ესე ვფიქრობდი 33 წლის წინ, როგორც ესენი ხმულიან. გესმის ძალიან მნიშვნელოვანი, აი საკუთარი წარსულის რო გეშინია და გეშინია მისი გამეორების. ასევე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო და აქედან გამომდინარე, რის თქმა მინდა, რომ რა თქმა უნდა შევედით აი ამ ფაზაში რასაც თქვა საშუალო საუკუნეებით, ეს რა არის? რითი განსხვავდება საშუალო საუკუნეები რენესანსისგან, რო აქ მნიშვნელოვანი არის არა იმდენად ტერმინოლოგიურად, ამას ქვია ინდივიდუალიზმი, კოლექტივიზმი, რაც აბსოლუტურად სწორი არ არის. მე ესე ვიტყოდი, რომ რენესანსს ახასიათებს ვიწრო მოკლე კონტექსტი, პოლისური ყოფა და სწრაფი აფეთქებები და ესეთი მოკლე დროში განვითარებული ესეთი ინიციატივები. საშუალო საუკუნეები მოითხოვს დიდ დროს. და ეს ამოქმედი და ეს დიდი დრო მოვლენები რო გაიგო აღარ არის საკმარისი 20 წელი და 10 წელი. ანუ აქ ფუკუიამასა და ჯონ როლზის ტიპის თუნდაც აზროვნება უკვე აღარ არის საკმარისი. ეს არის როცა შენ რაღაცის დანახვა გინდა უნდა 200, 300, 400 წელი შემოიტანო. ამიტომ ვამბობთ იმაზე რა ქვია ამიტომ ლაპარაკობთ ახალ 30-იან წლებზე. ის რომ გრენლანდია და მექსიკა რო უნდა და პანამა ეს იმიტომ კი არა რომ გიჟია, არამედ ამერიკა სწორედ ესე ვითარდებოდა სამხრეთისკენ, ამერიკის ტერიტორიის დასავლეთისკენ და მერე სამხრეთისკენ. სამხრეთის უდიდეს ნაწილი მექსიკისგან შესყიდული ან მექსიკისგან და ეს ამუშავდა ისევ. ამუშავდა ისე როგორც გრენლანდიასაც იგივე ეხება, ანუ მისთვის მთავარი მაგალითად ახლო აღმოსავლეთში დაარტყამს ისრაელი, კარგია, არ დაარტყამს, ისიც კარგია. უკრაინაში რუსები მოიგებენ, კარგია. ანუ აქეთა ეს მომენტი აღარ მნიშვნელობს, მისთვის მთავარი არის იქ რა ხდება, აი მასთან ახლოს. ლისაბონში არის ესეთი სადაც ტეჟუ უერთდება ატლანტიკის ოკეანეს, დგას ჟერონიმუში წმინდა იერონიმეს სახელობის მონასტერი, სადაც არიან დასაფლავებული ვასკო და გამა და კამოენსი. და იქით არის ბელემი, რომელიც არის სათვალთვალო კოშკი. ხო და რაღაც ტეჟუს შუაშია დღეს მოქცეული და არა ახლოს იყო, როგორც კი რაღაც გამოჩნდებოდა სხვა გემიო, იქიდან ნიშანს აზრებდნენ და პირდაპირ ძირავდნენ. ხო და დღეს შუაშია. ანუ ეს არის ისტორიული მეხსიერება. აი წარმოიდგინე რომ ეს ყველაფერი ამუშავდა. აქედან გამომდინარე, ესე იგი, უყურე რა არის ეს ინსტინქტები, საიდან იცის ეს ყველაფერი ტრამპმა და მისმა თემურმა და მისმა გუნდმა საიდან იცის? ინსტინქტია. აი ღმერთმა ახლა რომ მაგალითად აქ რო ყოფილიყო ბოკერი არა სააკაშვილი ჩვენს ბიზნეს ნაცვლად და ჩვენს ნაცვლად, ანუ ხალხის ნაცვლად, ხო? მოხდებოდა მეორეჯერ, მესამეჯერ გამეორდებოდა 91 წელი, 2008 წელი. და საბოლოოდ დაიღუპებოდა ყველაფერი, რა ქვია. ვეისტლენდი იქნებოდა. მე იტყოდნენ, რომ აი მე იმაში როგორც ნოე ჟორდანიას მთავრობა, აი ეს ყველაფერი რუსეთის ბრალია იტყოდნენ და ხო გესმის არა? ვერც ვერაფერი დაივიწყეს, ვერც ვერაფერი ისავლეს, ხო და ხო, ზაკარდონ გავიდოდნენ და იტყოდნენ იქიდან მე. იტყოდნენ, რომ აი ახლა, ნუ რასაც იღოზე. რასაც ეს მოდრიჩი კი არა, რა ის რა გვარია? მინდიჩი. მაგარიჩი. ალოიზი
ალოიზი მაგარიჩი. ისე ვაფშე მაგარიჩი გამოდის ხა რაც მაგან 5 მილიარდამდე პული მაგარიჩი. შეხედავ თელ უკრაინა რა არის. ესე იგი მაგარიჩი და რუსი გენერალი სირსკი, რომელიც ბოლოს რუსკი ენის დაიუცა. უკრაინა ესე იგი ცოცხალ ინტერვიუებს ვერ იძლევა. რატო იცი? უკრაინული ვერ ლაპარაკობს. სმენა არა. ხო, მშობლები რუსეთში ყავს, წარმოიდგინე. ამჟერ რუსია კაცი და სამწუხაროდ დაიშალა ის აღმოჩნდა და კაი თანამდებობა შესთავაზეს და რას წარმოიდგინდა ეს მოუწევდა. ეს კი სხვა თემაა. მოკლედ მაგარიშ და სირსკი. ეს არის უკრაინა, ხო მაგარია? ანუ მაგარია. მოკლედ ეს მომიდა. აი ეს უკვე რეალობაა. მოკლედ შეგვიძლია აი რაღაცის შემდეგ ხომ დრო აი ოჩკანი ვაზვრატა რაღაც. ხო აი ჩვენ ვართ უკვე ახალ სამყაროში. New Brave World. როგორც ჩვენ საკაცოკლებს უყვართ. ინგლისურად ვთქვი. აქედან გამომდინარე მე ესე ვიტყოდი რომ ნუ წინ მეტნაკლებად აი ეს ვარდა ახლა ბევრი რამე ისეთი მოხდება რაც ის პროგნოზირებაც და მე პირადად არ შემიძლია შეიძლება ვიღაცა არის ახლა პროგნოზისტები არიან სერიოზული ხალხი გზის და რაცა დაახლოებით მატრიცულად წარმომიდგენია რა შეიძლება აი ფართო აი სტრუქტურულად საზრისობრივად რომ რა ტიპის სამყაროა ჩვენ ორი რა არის წინათ ბეძნები რატო დგამდნენ ამ მითოსს იმიტომ რომ ეს მითოსი იძლეოდა პროგნოზირების საშუალებას ანუ შენ იცოდი რა და ჩვენთვის აი ბოლო უკანასკნელი თაობის ევროპელი ინტელიგენტებისთვის ესეთი ტიპის მითოსი არის ლიტერატურა და ყველა კი არ ვიკითხეთ ამ გასართობად არა გასართობად და სიამოვნებისას კითხულობ მაგრამ ეს ლიტერატურა გაძლევს გასაღებს ლიტერატურაში არის აი როგორც მითში არის შესქელებული ისტორია მითოსი ეს არის ისტორიის სტრუქტურა უბრალოდ რა არის ისტორია ეს არის თხევადი სტრუქტურა და ვერ ხედავ და მითოსი იძლევა აი როგორც ანტიკურ თეატრ ხო ასე ლიტერატურა იძლევა და შენ როდესაც აი მაგალითად კითხულობ ისეთ რაღაცას როგორც არის დაუშვათ ხო მეფე ლირი ყველა არ მომავალ ვენეციელი ვაჭარი უსაკითხულობ ამას ვენეციელი ვაჭარი შენ უკვე წარმოგიდგენია როგორ მოხდა და რა მოხდება იმიტომ რომ სწორედ ვენეციის რესპუბლიკიდან დაიწყო ყველაფერი და შემთხვევით არ არის მალტელი ვაჭარი ყავს იმას უფრო ცოტათი უფროსი იყო საწყალე 29 წლის დაიღუპა შეხლა შემოხლაში იმაში იმ კაბაკ დუკანში ეს კრისტოფერ მარლოუ და არსებობენ ასეთი ნაწარმოებები რომლებიც ჩვენ გაძლევენ საშუალებას დაინახო მომავალი იმიტომ რომ ისე ვამბობ სქემატებს შეგეთ აი მაგალითად როდესაც იწყებოდა ომი ესვე ანუ ხო უკრაინული ომი მე ვიღიზენი რომ ომი იწყება და გადავიკითხე ვაინაიმირ ტოლსტოის და მივხვდი რა მოხდებოდა დაახლოებით აი და ესეც მივხვდი რომ იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანია ვარ იმიტომ რომ ტოლსტოის ვაინაიმირში არის ეს სტრუქტურა ზამბარისეული მოძრაობა დასავლეთის აღმოსავლეთისკენ მე აღმოსავლეთისკენ დასავლეთისკენ და აი არის მთელი ეს მოკლედ 18 წელიწადში არის ჩატეული მთელი 200-300 წელი 18-20 წელიწადში დაახლოებით ხო აუსტერლიცის წინ იწყება და მთავრდება დეკაბრისტების აჯანყების წინ დაახლოებით 20 წელია ხო და ამის მინდა რომ ესე იგი ჩვენ გამომდინარე იქიდან რომ გვაკარკვეული და სხვა ჯერ საქართველოს გამოცდილება ხო ძალიან მნიშვნელოვანია რაც უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გამოცდილება ლიბერალური პარადიგმის დროს აი ეხლა აი სწორედ ის კუნთები გვაქვს რომელიც აი ვეფხისტ ყავსანი აღმოჩნდება ძალიან აქტუალური თავისი აი ამ გეოპოლიტიკით თან ხო ტევადობით თავის მოცულობით ისი ასწავლიან კიდე ხო სკოლაში ხო იმედი არ მოუღიათ ხო ხო მაგრამ თავარი გამახსენდა ახლა უბრალოდ ისე მგეუბნება ეს ხო მაინც სისხლში გაქვს არა
კულტურული მეხსიერება, კულტურულ სიცხეში და რაღაც მომენტში, ну, არა, ოღონდ ახლა ღმერთმა უნდა რაღაც ღმერთი უნდა დაგეხმაროს, თორე ისე არ გამოვა. ხო და მარტო ადამიანური ძალა არ ყოფნის ამას აი ამ კულტურულ მეხსიერებას. ხო, ანუ მისტიური ძალაც უნდა იყოს რა. ხო, მაგის თქმა მინდა, მაგრამ ხო და აი უყურე რა არის ეხა მოვიდა დრო როდესაც ეს ფუკუიამა და ეს ყველაფერი შეიძლება გადაყარო რა, არა მარტო ფუკუიამის, ხო ჩვენ ძალიან ბევრი ესეთი სერიოზული მოვიდა დრო როცა არაიმდენად გამოკადგება მუზილი და ჯოისი, რამდენადაც ილიადა და ოდისეა. ოდა ფუკუიამას ის ჰარარიც უნდა მიაყოლო რა, ეს შოა. არა, ის საერთოდ მე ეს ახელი ის ამიკითხავს ერთხელ შემხედე და რომ დავინახე ეს რა ის არის რა ქვია. არა, ხო იცი სამაგიდე ციგნი იყო ბევრისთვის, ხო მოდი, არა, ვიცი ხო და მაგაზე გეუბნები, ესე იგი უბრალოდ რა ქვია, ხო და აი სამუელ ჰანტინგტონი მიუხედავად მისი ცალკეული შეცდომებისა, როდის დაინახა და გარდაცვლილია მოგეხსენება და ბევრმა გაიხსენა რომ სწორედ იმ დემოკრატიული ოპტიმიზმის ან როგორც ჩემი ერთი მეგობარი ახალგაზრდა მეგობრებს ესკატოლოგიური ოპტიმიზმის პერიოდში, როდესაც მან თქვა ეს ცივილიზაციების შეხლის მომენტი ხო აი ძალიან ბევრი რაღაცა რატომ იმიტომ რომ მის უკან შპენგლერი იყო შპენგლერი რომელმაც მოგცა სწორედ დიდ დროში გაწერილი ესეთი ისტორიული ცივილიზაციების მორფოლოგია გოეთეს კვალდა ეს არის ძალიან საინტერესო ასე რომ ესე ვიტყოდი რომ ის რაზე ჩვენ რის შესახებაც ჩვენ მქონდა წინადგრძნობები შემდეგ უკვე კრიზისი თქვით რომ აი კრიზისი უკვე მოვიდა ეს რეალობა ჩვენ უკვე ამ რეალობაში ვართ ზაზა კარგად ახსენე რომ ტრამპს აქვს ინტუიციურად აკეთებს ინსტინქტი აქვს ნამდვილად ხო და აი წარმოვიდგინე მასზე არანაკლები პრეზიდენტები იყვნენ შორო წასულში არ მიდივარ აი ხა რო გადავახვიოთ რა ბოლო 3 კადენცია კი ბუშს დავწინოთ მე რას დავწინოთ ჩემი დასაცინი რა აქვს მაგრამ საზოგადოება დაცინოდა რომ ნაკლებად განათლებულია ობამაზე ამბობდნენ შავი კაცი ვინ არის და შემდეგ მაგრამ ისინი იყვნენ პრეზიდენტები მათ უკან იყო გუნდი და ეს გუნდი მართავდა როგორც სახელმწიფოს ასევე მთელ მსოფლიოს და რა განსხვავებას ხედავ ამ უბრალოდ დონალდ ტრამპსა თავის ინსტინქტი და ინტუიციით და იმ დანარჩენებს შორის და აი ბოლო შენი სტატია მინდა გავიხსენო რაც გამოაქვეყნე Deep State-ზე ზუსტად ყოველთვის კარგი სტატია და ეხლა ძალიან ესეთი მკვეთრი სტატია ქონდა და რა გამოდის რომ მათ პერიოდში ესე იგი Deep State-ი აქტიური იყო და აი ამ ხედვებს პანამერიკულ რაღაცას ამოხრუჭებდნენ, იმიტომ რომ სოფლიოზე ქონდათ გავლენა და ტრამპა ეს ყველაფერი მოამსხვრია. შეძლო ეს ყველაფერი. იცი და მოდი ესე ვთქვა რა და იცი რა არის არსებობს ძალა რომელიც Deep State-ზე მოძლიერია. ხო, ეს არის ისტორიული ბედისწერა, ანუ ჩვენი უფლის ჩარევა. ხო, ანუ რაციონალურად ხო ესე არ უნდა მომხდარიყო და მოხდა. უყურე რა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამბობთ. ლიბერალური პარადიგმა დამთავრდა და ლიბერალური პარადიგმის შემადგენელი ელემენტი არის როგორც Deus ex machina. უყურე ესე იგი ნება რომელიც ათამაშებს მარიონეტებს. ხო? პირობითად რომ თქვათ რაღაც გარკვეულ პერიოდამდე ნება ჩანდა ყოველთვის თემს რაც წადიან მას იზამს თავის თემობის წესიდან დღეს ტრამპი დაუბრუნდა ამას თემს რაც წადიან მას იზამს თავის მაგრამ იყო რაღაც პერიოდი ეს ნება არ ჩანდა და აი ხალხი დემოკრატია ესმის რესპუბლიკა დემოკრატია და ეს აი ამ კულისები და ამიტომ ვიყენებდით ისეთ ტერმინს ისეთ მეტაფორას როგორც არის Deep State-ი. როდესაც აკეთებ ერთს, მაგრამ ხსნის ჰუმანისტურად, რომ კაცო მე ხლა ერაყელი ხალხი და სირიელი კი არ დამიხოცია, ეს დემოკრატიის გავრცელებაა. და დღეს არა კაცო, თქვენ დემოკრატია საერთოდ არ გვაინტერესებს და საერთოდ ფეხებზე მყიდია საერთოდ სამართალიო. აგრეს მოვნა ავტომი და ჩვენი ტერიტორია. აი, როდესაც
საქმე ემთხვევა სიტყვას, იქ უკვე deep state აღარ არის. რატომ დამთავრდა ეს deep state? დამთავრდა იმიტომ, რომ ეს ამოიწურა ეს ეპოქა და წამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი, ხო? აი ეს როგა deep state-დან როცა გნოლი აფრინდა, deep state-დან გნოლი აფრინდა, ხო? და ეს როცა მადურო გაიტაცეს და თქვეს რომ ესო ჩვენო იმიტომ კი არაო რომ დიქტატორი არისო. არამედ რომ ნავთობიო. საქართველოს რატო არის ესე? ნავთობი არ არის. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოს არ არის ნავთობი. ეს არის შევჩუკის ერთ-ერთი ინტერვიუში მოსმენილი გექნება გასულს რომ რა კარგი შევჩუკი DDT-ს სოლისტი რო არის რა კარგი იქნებოდაო რომ რუსეთსო ნავთობი არ ქონოდაო ხვდები მაგრამ რა კონტექსტი თქვა და ჩვენ ზუსტად გავგვიმართლა რომ ნავთობი არ გვაქვს ხო რა თქმა უნდა ამის შემთელი ამბავი რომ მაგაზე ზადურნობს კონდა გენიალური ის რომ 40 წელი მოსეს დაყავს ებრაელები და გააჩერდებიან და აუ რაღაცა საშინელი სუნი არისო რა მოსე არა მოდი სხვაგანო დადიან და ბოლოს მივიდნენ იმ ადგილზე სადაც ნავთობი არ არის ანუ ისრაელი თუ გაჩერდება ნავთობი და ისრაელს ხო და მოკლედ ეს იგი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ხო გახსოვს წინათ რა ქვია დამომავდი ქვეყანას მოკლავდი და ამას ერქვა ადამიანის უფლებების გავრცელება და რა ქვია დემოკრატიის და ლიბერალური დემოკრატიის დამყარება. დღეს ის რომ მოვიდა დრო, როდესაც მტერს მტერი ქვია, მოყვარეს მოყვარე ქვია, მადუროს მადურო ქვია და არა დაუშვათ დიქტატორი, ხო? ნავთობს ნავთობი ქვია და ომს ომი ქვია. ეს აი ეს რომ მოვიდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ერთგვარი ფარისეულობის პერიოდი ისტორიამ ხო, ჰოპსის პერიოდი ომი ყველას ინაავდა. ხო, ძალიან საშიშია. აი, ეხლა ჩვენ ვართ ჯუნგლებში და ამიტომ ჩვენარი ცხოველები ჭკვიანურად უნდა მოიხსნიან, რომ ეგრევე ისეთ ადგილზე არ უნდა გახვიდე, პირდაპირ გადაკლაპონ. ხო? მაგრამ ეს ეხლა არის ესეთი რომ 20 წლის წინ ისე გადაკლაპავდა ნებისმიერი. უნდა არქმევდა ამას, რომ აი ჩვენ საქართველოს კარგო გვინდოდა აი რუსეთმა რა გააკეთა. თორე ჩვენ კაცო ლიბერალური დემოკრატიის გამყარება გვინდოდა საქართველოში. გესმის? ხო და აი მოვიდა ის დრო. ის სამყარო დაინგრა სამყარო რომელშიც მას რა ქვია ქვეყნის დამყრობას ერქვა დემოკრატიის დამყარება. აი საბჭოთა დროს ეგრე იყო შუაჩვერის. ძალიან გავდო საბჭოთა კავშირს, რომ განმათავისუფლებელი მეომარი ავღანეთში რომ შედიოდა, ერქვათ და აი ეს 2003 წელს ამერიკაში რო ვიყავი, შტაბების უფროსი გამოვიდა ამერიკის და აი ჩვენო ერაყის მოსახლეობა ყვავილებით ხელში შეგვიგებებაო. ხო და ანუ მე მივხვდი რომ ეს ყველაფერი რომ ეს წესრიგი არის ზუსტად იმავე მდგომარეობაში რაშიც იყო საბჭოთა კავშირი. ხა არის ხმამინდა ხა საბჭოთა კავშირზე ხა იმას კი არა რომ კარგია ცუდია მანიქებელურად. ანუ ვამბობ რომ მისი რეალობა და ნარატივი არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. და ამას ჩვენ ყველა საერთოდ ჩვენ თავი იყო საშუალო ცინიკური თაობა, ხო? საბჭოთა კავშირს რა ამან დაანგრია ჩვენმა ცინიზმმა. ორმა რამემ დაანგრია პირველი აი ფარისეულობამ და მეორე ჩვენმა ცინიზმმა და ჩვენი ცინიზმი ამ გაგებით ხო ჩვენ უყურებთ ამ ახალ თაობას ჯენზის. ხო, ჯენზის. ამას გვეცინება, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ესენი იდეალისტები აღმოჩნდნენ. მათ მართლა ჯერათ. არა, ნუ ახლა სამნაწილად დავყოთ რა. ნაწილი ფულს იღებს, ნაწილი მტერია და ნაწილი მაინც ჩვენ იმაზე ვთქვათ, ვისაც ჯერა, იმიტომ რომ ის ნაწილი ფაულზე ეს ხო საქართველოს საზოგადოება. არის ზუსტად განსხვავდება ბუნდს თუ გასულს და ვერავაკის ბუნდი. 91 ვერავაკის ბუნდი? ვერავაკის ბუნდი და ეხლა ესენი არიან ვერავაკის აი ბუნტარების შვილები არიან. ისმის თუნდაც ასევე ეგოიმებად. დაბირას გემნები, ეხლა ყველაფერს თქმა არ მინდა. ასე ვთქვათ, ხო და ეგოიმებად. მაგრამ არიან იდეალისტები. მოდი ესე პირობითად, მოდი ხო, აი როცა ბოკერეს ხო პირობითად არ გულისხმობ, აი ბოკერი როგორც ფენომენი, ნუ აი როგორც შაილოკი, როგორც შაილოკი ვამბობ, გულისხმობ რაღაც მოვლენას, აი ლუარსაბ ტატკარიძე, გიგა ბოკერი. ხო და ბოკერი არის როგორც
იდეალის რომელსაც წამს ღმერთის აი ყურე აი დაუშვათ შენ გაიგო ეგეთი ფრაზა რომ აი ყურე როცა აი დაახლოებით შენთვის რაც იქნებოდა ფრაზა რომ საქართველოს ეკლესია კორუმპირებულია და ხო გიტყდება არა მართლა და აი ნატო კორუმპირებულია მისთვის ესეთივე ისიც მოწმუნეა შენც მოწმუნე ხარ ხვდები მისთვის ნატო არის მართლმადიდებლობა 91 როცა ირაკლი წერეთელმა ეს ყველაფერი დაიწყო 9 აპრილის მეორე დღეს და უნივერსიტეტის ტერიტორია ეზო გამოაცხადა ნატოს ტერიტორიად მაშინ ნატო და მართლმადიდებლობა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდა გაიგე და დღეს ისე მოხდა რომ ესე იგი ბოკერიასთვის ნატო არის მართლმადიდებლობა გაიგე მაგრამ შენთვის მართლმადიდებლობა არ არის ნატო შენთვის მართლმადიდებლობა ეს არის კულტურული კოდი რამაც გადაგარჩინა მეტნაკლებად გაიგე რას გეუბნები ზაზა როგორი მომენტია ყოველთვის მინდოდა კათოლიკე ვარ მაგრამ რა ისეთი კათოლიკე აი როგორც ეხლა ცოტა ესეთი ანალოგია უნდა გავატარო ესეთი აი მე მრევლში ვარ აი კეთევანი ხო მართლმადიდებლებსაც მინდანაც ყავდა და კათოლიკეებსაც და აი მე ეგეთი ჩამოსხმის კათოლიკე ვარ რა მართლმადიდებელი კათოლიკე ვარ მართლმადიდებელი კათოლიკე ზაზა ესეთი მომენტი მაქვს რა რომ ამაზე ალბათ რაციონალური პასუხი ალბათ ტრამპის ბევრ ქმედებაზე როგორც ტრამპის ბევრ ქმედებაზე არ არის მაგრამ ზუსტად პაფილასოვსკი მინდა კითხო რომ აი ისეთი შეგრძნება მაქვს და ჩვენ ამაზე სხვათა შორის ვისაუბრეთ წინა პოდკასტში რომ ისეთი რაზგონია გააღებული და ისეთ კარდინალურ ცვლილებებს აკეთებს რომ პირადად ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია რომ ეს ყველაფერი პირველივე ჯერზე დაუტოვოს ან ჯეი დივენს ან მარკო რუბიოს ესეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს რაღაცნაირად უნდა გაახანგძლიოს თავის საპრეზიდენტო მმართველობა არ გაკეთე შეგრძნება შენ არ არის გამორიცხული იცი რა უკვე მე იცი რა არის შესაძლებელი ყველაფერი შესაძლებელია აი მე ესე ვიტყოდი რომ ყველაფერი მოსულა რა უკვე აი პრაქტიკულად იმდენად წარმატებულია ესე იგი თან ეხლა ეს მადუროსის სკოლაში საერთოდ ეს ტანკერები რაღაცა იქ აგერ პუტინის არეშნიკის სრულად დაჭრიდა წელიწად ნახევრის მერე წელიწად და 2 თვის შემდეგ აგერ არეშნიკი ეხლა უკრაინელები და ჩვენი აკაცუკები იტყვიან რომ არანაირი არეშნიკი არ არსებობს ნუ გასაგებია ხო ეხლა და იტყვიან ეს ტანკერი რუსების იყო როდესაც ამბობენ ამ დროს იგი არ იყო ის ტანკერის კარებში რუსების იყო მაგრამ მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა არა ყველაზე მაგარი რა არის თან ეხლა უყურე ის ქართველი კაპიტანი დაიტოვა 22 უკრაინელი და 2 რუსი გამოუშვა ხო და ნუ ამას ვერ ხედავენ და ის რომ მაგასაც თავი დავანებოთ ხო და გუშინ წინ გამოვიდა 68 ორგანიზაციიდან საერთაშორისო ორგანიზაცია მე მგონი ვენეციის კომისიის დატოვა ხო მე მგონი კი არა აი მაგას ხმავდა ვენეციის კომისიიდან ხო და ვენეციის კომისიიდან რომ გამოვა კაცი ამ კაცის რამე იმედი უნდა გქონდეს რომ მოფლინდება და ბიზნეს წაიღო ანს ხო ან საერთაშორისო სამართალს ყურს დაუგდებს და კონსტიტუციას დაიცავს ამერიკის მოკლედ ესე იგი რა არის ნუ ძალიან ძიმია ეხლა შენ სიტუაცია დაიმსხრა აი წარმოიდგინე ეხლა რომ ესე იგი შენ მთელი ცხოვრება რაღაცის გწამდა და უცებ ეს ყველაფერი ჩამოინგრა ნუ როგორი ამბავია რა ბოკერია იქით იყოს შენ თვალწინ დაინგრა აი გენერალ შენ თვალწინ ინგრევა ამერიკა მარშალმა ახრამებმა თავი მოიკლა ხა მე კი არ ვამბობ თავი მოიკლას ღმერთო დამიფარე ამისაგან მაგრამ ისე ვამბობ რომ აი პატრიოტიანმა ადამიანმა თავი მოიკლა როდესაც და თუ შენ აი ახლა თუ ბოკერია ღმერთის წამებს და ეკლესიაში მივა თუნდაც პროტესტანტულში ხო რა ქვია ნუ ბოკერია პირობითი ბოკერია ესე ნუ გასაგებია ხო არ ეწყინოს თუ უყურებს არა წენაზე კი არ არის ახლა მაინც არ შეიძლება ქრისტიანული პოზიციიდან ადამიანის დამცირება და მე ამიტომ არ ვამბობ რომ ვამცირებ ხო ლაპარაკია რომ თუ მოექცა ეგ სხვა ამბავია მაგრამ ესე იგი
რა არის სასწარკვეთილება? სასწარკვეთილება არის მაშინ, როდესაც შენი სამყარო ინგრევა და შენ ეს ამ სამყაროში შენი სული და გული ჩადებული, ხო? სადაც არის საუნჯე თქვენიო, იქ არის გული თქვენიო. ხო? როგორც ახარება გვეუბნება. აქედან გამომდინარე, ჯენზი გაიზრდება. ჯენზი არის 17 წლის, 18 წლის, 20 წლის. გაიზრდება ჯენზი და ნუ რაღაცა შეიცვლება, ხო? გახსოვს რას ამბობდა ალექსანდრ ბლოკი? Youth is revenge. იუნესე და ვაზბეზი. ესე იგი ახალგაზრდობა არის ყოველთვის ახალგაზრდობა გარკვეული აზრით ეს არის შურისგება. და ეს წინ აი იმ თაობას რომელმაც ზვიადი ჩამოაგდო ვერავაკეს აი თავისი შვილები დახვდნენ ახლა წინ ეს მის როგორც შურისგება. იმიტომ ზვიადი რატო ჩამოაგდეს მე ხავანებო თავის ზვიადი კარგი იყო თუ ცუდი იყო მე საკმაოდ კრიტიკულად ვიყავ ხო ფაქტია არა მარტო ზვიადს თემა აი ამ მოვლენას აი ეროვნული მოძრაობა ჩემთვის არა ძალიან სკეპტიკური ძველი ეროვნული მოძრაობა და მისი სწორედ ამ ნაივურობისა და იმის გამო მაგრამ იმიტომ რომ ზვიადი გაგუიმდა და კარვები დადგა ხო აი ლანა გობერეძე რო აჩვენეს ეხლა მაშინაც იმოისამდა ეხლა იმოისამბორებს რატო ევროპული პოზიციიდან მაგრად ეხავს რა ზვიადიც და დღეს რაც ხდება გაიგე ხტები რა არის მაგრამ ეს ის ევროპა აღარ არის აი ეს მოხდა ანუ ევროპა დღეს თვითონ გახდა საშინლად როგორ გითხრა წარსულის ლანდი და მომავლის აჩვდილი ნუ პირიქით აი ესე ძალიან საინტერესოა სხვა შორის რა ესეთი დამოკიდებულება აი როგორ გითხრა იცი ზიზღნარები ზემოდან ყურება რა როგორც ტრამპი უყურებს მაკრონს მერცსა და სტარმერს და საერთოდ ევროპას მე მგონი არა ეხლა ევროპა ამავე დროს არის ორბანის და ფიცოც მაგრამ აი ეს სამი ადამიანი როგორც სტარელი ავთანდილი და ფრიდონი სტარმერი მერცი და რა ქვია მაკრონი ხო როგორც ჭეშმარიტი ევროპის გამოხატულება ყველაზე პრესტიჟული ქვეყნები ხდები მე სატოში გეკითხე იცი რომ ნახე ესე იგი 29-ში ბატონ ვლადიმერ ვლადიმერიძეს გაზდის საპრეზიდენტო ვადა და 2030 წელს 30-ში ხო და თუ 29 ნუ მოკლედ როგორც არის და როგორც შაშან იყო ხო და 6 წლით ირჩევენ ხო მაშინ მოკლედ ის თქვა მინდა ესე იგი ესეთი რამ თქვა რომ ნუ რუსეთის ფედერაცია ქმნის ახალ პოლიტიკურ ელიტას და ეს იქნება SVO-დან დაბრუნებული ხალხი. უკვე ქმნის აი ჩვენს პლატინ. ზუსტად. და არ არის გამორიცხული რომ ბელორუსთან ერთად ეს სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნას ერთიანი სახელმწიფო და ისე ვამბობ პირობითად პუტინი და ლუკაშენკო გადაბარდნენ ამ საერთო სახელმწიფოს ვერტიკალში და ამ ორ სახელმწიფოს თავიანთ პრეზიდენტები ყავდეს. და ეს არის ტექნიკური მომენტი, ახლა არავინ იცის როგორ მოხდება და რა მოხდება, იმიტომ რომ ყოველ დღე და ყოველ წუთს ახლა ჩვენ რო ამ ვიდეოს ვსწრებთ, შეიძლება ახლა მედია რო ჩავთო 1 საათში კიდე რაღაცა იყოს, მაგრამ პერსპექტივაში აი როგორ შეიძლება მექსიკა უკვე ხო, შეიძლება ხო, აი წარმოიდგინე რა. რამდენიმე შტატი უყოდ ამერიკის. ხო. აი თუ ესე გააგრძელა. ხო, ნუ აი გამოცხადებული ექნება მაგალითად. მაგრამ მას შეხედე. რუსეთში მოდის ახალი პოლიტიკური ელიტა. რაც მე მართლა მაშინებს, იმიტომ რომ მე საბჭოთა კავშირის სამხედრო ჯარი მაქვს გამოვლილი 2 წლიანი, მე ესე იგი პირობითად ვთქვა, ფრალი რუსი ოფიცერი ნანახი მყავს. და წარმოიდგინე აი ამ გეოპოლიტიკური გადანაწილების შედეგად რომ გადაინაწილებენ თავის გავლენის სფეროებს და ევრაზიის უდიდეს ნაწილს ალბათ რუსეთი და ეპატრონება თავის პირობითად ესე არ მომწონს ამის, მაგრამ მოდი მე ეს გამოვიყენებ თავის უკანა ეზოებით, ეს არის ცენტრალური აზიის რაღაცა ნაწილი, ყველაფერს ვერა, იმიტომ რომ ჩვენს ინტერესებია. ეს არის გარდაუვალი სამხრეთ კავკასია, როგორც მისი გეოპოლიტიკური ნაწილი და წარმოიდგინე ჩვენთან ამ დროს პოლიტიკური სკანდალი ერთი მეორეზე მიყოლებით.
ხო და რას ფიქრობ, ჩვენი საქართველოს ხელისუფლების ტრანსფორმაცია დაწყებულია აი იმ ცვლილებების გამო რაც მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ამას არ ავყევით, აი ეს პოლიტიკური ელიტა რომელიც მოვა იქ, ну ყველა არ მოვა ეხა მართლა ესე რადიკალურად ხوار შეიძლება იქ ბევრი ჰუმანისტიც იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში აი შე როგორ ატყობ საქართველოში ამ ცვლილებებმა რაც აი ეხლა მოხდა, აი ბოლო 1 წლის განმავლობაში არის ეს პოლიტიკური ელიტის ცვლილება ან დასაწყისი რომ აი ესეთი ხალხი მოვიდეს ვინც ადეკვატური იქნება იცი რა არის ხა ეს მოდი ორი რაღაცა ერთმანეთისგან განვასხვაოთ ერთი რუსეთის ტრანსფორმაცია და სხვა შორის მე რამე დაიცი თქვა რომ ოიძახიან საბჭოთა კავშირის აღდგენა ეს თქვა ზუსტი არ არის იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი გულისხმობდა სოციალისტურ ეკონომიკას რაც ამის აღდგენა მართლა შეუძლებელია ამ ეტაპზე და მერეც ალბათ ხო აღარ არის ეს მოდელი უბრალოდ აღარ არსებობს იმიტომ რომ დაჟე კაპიტალიზმიც აღარ არსებობს გარკვეული აზრით მოდი ესე ვთქვათ ხო ესე იგი სოციალიზმი კაპიტალიზმი როგორც დიქოტომია პრაქტიკულად დამთავრდა ეს არის მოდერნიზებული აი იყო კარგი ტერმინი აი ეს მომწონდა ეს გამსხურდი ამბობდა ხოლმე მოდერნიზებული რუსული იმპერია საბჭოთა კავშირი კი დღევანდელი რუსეთი არის მოდერნიზებული საბჭოთა კავშირი და ამაზე მე შევიტყოდი რომ ის რაც იწყება პეტრე პირველიდან რამდენიმე ფაზა გაიარა და ეს არის მესამე ერთი ფაზა მეორე იმპერიული ფაზა საბჭოთა ფაზა ეს მესამე ფაზა ჩვენ დღეს გვაქვს ესეთი არჩევანი მე შევიტყოდი უკრაინასა და ბელორუსიას შორის სომხეთს არანაირი არჩევანი არ აქვს იმიტომ რომ სომხეთში რაც უნდა მოხდეს ფაშინიანი აი ახლაც იგივე გაიმეორა რომ წაისებ წავიდა მოსკოვში ესე ახლად სხვა შეუძლებელია აზერბაიჯანის განწერულია იმიტომ რომ მთელი ამბავი არის ის რომ სომხეთი ეს არის კულტურა რომელსაც აქვს შემთხვევითი ტერიტორია და აზერბაიჯანი ეს არის ტერიტორია რომელსაც არის შემთხვევითი ხალხი კულტურული ტერიტორია განმარტება რა საქართველოს ეს არის ისტორია რომელსაც აქვს ტერიტორია და ჩვენს გეოგრაფიასა და ჩვენს ისტორიას შორის არის კონტაქტი მიშელ ტურნი ამბობდა არაჩვეულებრივი ფანი წერალი რომ ღმერთმა შექმნა გეოგრაფიაო და ეშმაკმა შექმნა ისტორიაო ხო და მე ესე ვიტყოდი რომ აი საქართველოს არის მოკლედ ესე იგი აი უკრაინა რა არის უკრაინა არის ოკასუს მიგელ დემუნამუნუს განმარტება სახელმწიფო ენა ეს არის დიალექტიო რომელსაც ყავს არმია და ფლოტიო აი აჯანყებული დიალექტი რომელსაც გადაწყვიტა ფლოტისა და ესე მოხდა მოკლედ მithmamda ესე იგი ჩვენ თაობას აქვს საკმარისი ცინიზმი რომ დაინახოს რეალობა ან მარადიული არაფერი არ არის რაღაცა მიდის რაღაცა მოდის მაგრამ შეიძლება დადგეს რომ რუსეთი აღარ იქნება დრო იყო როცა არ იყო მე კაცდა მაგრამ მე ჩემი პირადი პროგნოზი ისეთია რომ ეს არ მოხდება 100 წელიწადში და 200 წელიწადში და 100 და 200 წელი რუსეთი ეს არის 14 ქართული თაობა აი მათეს სახარებაში ხო 14 ხო მოკლედ რის გავიდა რომ აქედან გამომდინარე მე მიმაჩნია რომ ქართული მოსახლეობა უნდა გადარჩეს და ასეთია თან ღვთისნება ეს არის მნიშვნელოვანი და თან ეს ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ეს გავაკეთეთ მე არ ვიცი ახლა რა იქნება მომავალში მაგრამ დღეს ესეა ვიღაცა ვერ გადარჩა და დაიღუპა ვიღაცა არის ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე და ჩვენ გავძვერით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რა ფორმა იქნება როგორ იქნება რანაირი იქნება ეს ამას განსაზღვრავს ეპოქა აი რა როგორი იქნება მაგრამ ჩემთვის თავი რა არის რომ ჩვენ გავიარეთ ეს მომენტი იმიტომ იყო მომენტი იყო აი
93-14 წლები დან აიყო მომენტი, რომ მართლა შეიძლება ქაოსში მოხვედრილიყავით და გავნადგურებულიყავით. გარკვეული რა თქმა უნდა 2008 წელი იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, როდესაც ესე წაგვაკლავდნენ პირდაპირ რა. და უბრალოდ იქ რაღაცამ გადაგვარჩინა ბერმა ფაქტორმა სხვა შორის. თორე სააკაშვილმა თვითონ არ იცოდა საწოდავმა მომდე არ იცოდა რაში მონაწილეობდა. როცა გაიგო შეეშინდა და ამიტომ უნდოდა რომ ბიზნეს ხელით მომხდარიყო, აღარ ჯეროდა. მას რეალურად მაგ ძალიან კარგად ისინამლეში 2008 წელს რაზე გაწირეს და როგორ და რანაირად, ხო? ეხლა მართლა მაგის ბრალი ხო არ იყო რა? არა, ხო შესაწირი ბატკანი იყო რას ამბობ, ეგ და საქართველოს. ხო და თან მე აი ესე ათამაშის ხო ზევით ხვივით, ხო? ხო წარმოგიდგენია რა კონტროლიზა რაიზმა რო გააკეთა ეს განცხადება, იმიტომ იყო გაწეწმატებული გახსოვს თბილისიდან, მე აპრავერჟენიებს რო აკეთებდა. ჩვენო რა რამდენი ხარ ჩვენო კონტროლიზას ხო წამოწდა რო წამოწდა ხო რამდენი ხანი აფხაზეთისკენ არ გაგვიხედავსო და დღეს რო რაღაცებს იტყვია ხო დათო ზურაბიშვილი გამოდიოდა და ჩვენ ვაფრთხილებთ მაგრამ მე უთხრეს რომ ეს განწევების ვაც უნდა ყოფილიყო ვიღაცა მოკლედ რა ყველა ვარიანტი. ისე მოხდა რომ არ შეიწირა რა. ვაი თუ არ შეიწიროსო ვაჟასთან რო არის. ხო. და კიდე კარგი რომ მაგას არ შეეწირა ქვეყანა, თორე ნუ ეხა პიროვნები ისე დაალაგდა რაღაცნაირად, ნუ რო იტყვა ღმერთმა გადაგვარჩინა. აი ზუსტად რა და თორე გავაჩე. მე მაგალითად პირველი 2 საათი მე მეგონა რომ რაღაცა ის არის, რა ქვია. აი რომ დაიწყო ის დღე და უკვე მე მეგონა რომ რაღაც გარიგებაა. მე რაც აბა მოვიწყდება დილის 9 საათზე ტელევიზორი ჩავრთე, სამსახურში ვიან მივიდი. აბა ბურგერებზე რო გამოვიდა სიტყვა. მე მეგონა რომ გარიგება ამერიკელებსა და რუსებს შორის. ხო, თუ არა, ჩვენი შეგეკითხებოდა ხო. თუმცა გარიგება კი არ არის, ესე იგი აი ეს შეწირეს პირდაპირ რა რო იტყვიან და უბრალოდ იმან გახსოვს პეტროსიანმა შეწირვა არ მიიღო. იმიტომ რომ ჰუმანისტია. ან ფიშერი ან პეტროსიანი. პეტროსიანის მაგალითად კარი ბოტვენი იქ ვიტყვი. ხო და არ მიიღო ეს შეწირვა, იმიტომ რომ აი დედოფალი დაგიდეს რატომ? იმიტომ რომ აგებ ასეთ შემთხვევაში. იმიტომ კი არა რომ ვიღაცა ის არის, რა ქვია, ჰუმანისტია გისმის? ხო და ეხა უყურე ჩემი ერთი ახლობელი არ მყავდა დაანახი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში 2022 წლის ზაფხულია და რაღაცა და უცებ ეს უბრალო ადამიანი მეუბნება რა, რომელიც ახლა სულ არ არის არც პოლიტიკაში. აი ეხლა ამერიკელებს მეორეჯერ უნდაო, რომ შეგვაგდონო ამ იმაშიო. ხო? ანუ ეს არის ინსტინქტი. უბრალო ადამიანი, უბრალოდ შეგასგულისხმობ. გიორგი შენგელაიამ თქვა კარგად, ბრალიანი ჩვენ ვართ ინტელიგენციაო, ხალხი უბრალოაო. ხო და გენიალური გადმოცემა. ხო და რა ქვია და ვიღაცას არ ჯერა რა ჯენზის და იმას ხო რა ქვია არასამთავრობოს ნუ რატო არ ჯერა იმიტომ რომ წამს რომ ამერიკა კეთილია არა იმის გამო რომ ბოროტია არც კეთილი არც ბოროტია არა საერთოდ ამ განმარტებებით არ უნდა მიედგო არც საფრანგეთის თურმე ნატო სიკეთია აი გიანუდი აწერდა ნატო სიკეთია ხოლო ის არა რა თქმა უნდა როგორც ყოფილი პარტკომი ფილოსოფიის ინსტიტუტის ხანაობდა ცინიკურად რომელიც მეორეჯერ შევიდა მდინარეში ეხლა მესამეჯერ შედის დატყდობას ვიღოს რა აი როგორი ობიექტურია ხო და ესე ტენდენცია ეთყობა ხო იცი ლიბერალობა კი არა დაინახა ხედავს ეხლა არ უნდა რომ ჩაყოს მარტო არისო მაგ კიდე უკან არის ხალხი ხო არ უნდა ეხლა ჩაყუნენ ამ იმას შულოზურაბს ადამდე და ვაიმე დედა ვარშავის ხელშეკრულებამდე და ნატოს გაფორმებამდე ხო და რითქმა მინდა რომ რა თქმა უნდა არის ეს მომენტი რა ქვია არის ეს მომენტი როცა იცი რა არის მე ეს მგონია რომ დღეს არის ისეთი სიტუაცია რომ ჩვენ ეს ისტაბლიშმენტი ბიძინა ივანიშვილი მისი გუნდი ნუ
სწორად აი ურე აქაც მე კი არ გეუბნები რომ ეხლა აქ ის არის რა ქვია დიდი მეტაფიზიკა იმალება ამის უკან არა ინსტინქტი როგორც ტრამპის შემთხვევაში ისმის რასაც ჩვენ გვჭირდება ერთსათიანი მსჯელობები ხო და ბოლო ეს და ამას თავის პედაგოგიური დანიშნულება ჰქონდა ამ ყველაფერს ხო deep state ამბოლოს ტრამპი ატომ ის ეხლა აი ჩვენ დავინახეთ ხო აი ძმაო თუნე როგორ არის ყველაფერი შენ წარმოიდგინე რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალისმიერი მეთოდით ჩაეხშო ეს ყველაფერი და აქ რო არაფერი არ მომხდარიყო და ხვდები აი იმ საზოგადოებას რომელსაც მართლა წამს ვინც ნაყიდია ფულით გეთახმები იმას არაფერი არ შეიძლება ვინც მართლა წამს იგივე ჯენზის ხო დღეს ხვალ ზეგ მასე ხო დაინახავენ ხვდები რომ ეს ის არ არის მიხდი შენ ხო და რა კარგი მოხდა და რა გამჭრიახი ის იყო გათვლები რომ ეს არ იყო დაუშვათ როგორ გითხრა ეს პირობითად კარგი ჩამოფარება რომ დასავლეთის სტუდია თვითონ უნდა ნახონ რომ ესე არ არის მოდი ახლა მინდა ერთ რაღაცას ვთქვა რა სხვა შორის პირველი იყო გამსხურდეს მომხრეები პირველი რომელსაც დაიწყეს დასავლეთის კრიტიკა 90-იან წლებში როცა ურემი გადაბრუნდა პირველი ვინც აღიარა ზვიათის სპიჩი რო იყო მე მგონი უკვე ჩეჩნეთში იყო რო თქვა რომ ვიღალატაო ხო პირველად თქვა რომ აი რუსეთი და ოღონდ ეს ისე ვიმეორებ აი მე ურემი რო გადაბრუნდა პოსტი იყო უკვე ამერიკა და რუსეთი მაგრამ პირველი ვინც დაიწყო დასავლეთის კრიტიკა ესენი იყვნენ გამსხურდეს მომხრეები და დღეს ფაქტიურად ჩვენ აი იმას ვიმეორებთ რაც 90-იანი წლის აი 30 წელს რასაც სულ სპონტანო იდგნენ და აი ჩვენ მოვიდა ამისი დრო ხო გესმის აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავინახეთ რომ მეფე შიშველია მაგრამ ესე იგი რა თქმა უნდა ამ 30 წელიწადში ბოლომდე გაკოტრდა ხო ევროპა აბა ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბოლომდე გაკოტრდა ხოდა ნუ ეხლა იცი რა არის ჩვენ ეხლა რატო არ ეწერებით და ნუ არ ვეწერ არ მინდა ფინიში რატო უნდა შევეწირო როგორც იპოლიტიკა ხუჩეს აი როგორ არ ეწერებიო არ ხსხვენია რომ ხონდა რაღაცა სიუჟეტი ესეთი შესანიშნავი რომ იქნება აი რიაზანოვს აქვს რომან კარსევის პერსონაჟი მოდის ნავთო ის ბენზინი აქვს და აი თქვენ ხო ინტელიგენტი ხართ გადაისხითო და დაიწვით თავიო უკვე პოსტსაბჭოური ეპოქიდან აბა არა უკვე დაინგრა საბჭოთა კავშირი ფილმი კარგი არ არის მაგრამ ეს ეპიზოდი არის შედევრი სკარსევის ხო გასულსა გენიალურია კარცევი შერაბული очень большой но за 5 ხო და აი ხო ხართ ინტელიგენტიო გადაისვით ხო აი ციტა მოდაზე გადითო გადაისვით თავზეო და დაიწვით თავიო მის გულისთვის ხო ინტელიგენტი ხარ ეს გახსოვს მაგ ფილმიდან არის ჟიდო перебили Россию не спасли ხო ჟიდო перебили და მე მოხერო არის რა როთრება და спасе მე ჟიდო спасли ჟიდო перебили но Россию не спасли ხო და ეხლა რეგიონს რო დაუბრუნდეთ ძალიან მადარდებს ერთი რამე მოკლედ ირანში მიდის ცუდი ამბები როგორც ვთქვათ ხო ეს ძალიან საინტერესო თემაა მე ესე ვიტყოდი რომ ის არის მეტაფიზიკური თემაა იმიტომ რომ აი ზუსტად მე-20 საუკუნეში მოხდა ორი პარადიგმული რევოლუცია პირველი პარადიგმული რევოლუცია ეს არის 1917 წლის რევოლუცია მოდერნისტული რომელმაც გაწყვიტა კავშირი წარსულთან და ახალი კამპანელას ზის ქალაქი და ასე შემდეგ ხო ახალი ეპოქის დაწყების პრეტენზია ქონდა 79 წელი პირიქით 62 წლის მე ეს ირანის რევოლუცია არის კონსერვატიული რევოლუცია რომელიც მოხდა სწორედ ანტიმოდერნისტული კონსერვატიული რევოლუცია რომელზეც ოცნებობდნენ მე-20 საუკუნის ესეთი მოაზროვნეები როგორც არიან ერნსტ იუნგერი რენე გენონი იულიუს ევოლა აი ირანში მოხდა ეს ანუ თუ ლენინმა შექმნა და სტალინმა ნუ მე მოდერნიზაცია გააკეთა იდეა იყო რომ მზის ქალაქი და რაღაც ეს არის პირიქით პლატონური სახელმწიფო
პოპერს შეეშალა. არა, ბევრი რამე შეეშალა, მაგრამ როცა პოპერი წერს თავის Open Society-ის მერიტომში, რომ პლატონი ეს არის მარქსიზმი და სტალინი და არა. აი პლატონი მოხდა 79 წელს. ხომეინი სხვაჩვენს მე არ ვიცოდი დიდი რამდენიმე წლის წინ ნახე რომ ის მართლა ხელმძღვანელობდა პლატონის სახელმწიფოს მიხედვით, ამ პლატონის ამ დიალოგის მიხედვით და ეს ჩემით მე შევადარე თავის დროზე ისლამური რევოლუციის ცველები და პლატონის სახელმწიფოს ცველები. თურმე ამაზე ააგო ეს მოდელი, იმიტომ რომ მთავარი მომენტი რა არის, რომ ირანული ისლამი ეს არ არის მთლად კლასიკური ისლამი, ეს არის ძალიან არა კლასიკური, ეს არის შიიტური. და შიიზმი არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ მოდელია. არის შიიტური, უბრალოდ შიიზმი არის შუაში იმ აზრით, რომ შიიტურ ამ მისტიციზმში არის გადაცმული ნეოპლატონიზმი. ხო, აი ეს ძალიან საინტერესოა. ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. ხო რა. არ არის შემთხვევითი ის, რომ უდიდესი მოაზროვნე მე-20 საუკუნის რომელიც პერიოდულად ირანში მოღვაწეობდა უნივერსიტეტში და ირანულ მისტიციზმს სპეციალისტიც იყო ალენ კორბენი გარდაეცვალა ზუსტად 78 წელს რევოლუციის წინ 79-ში მოვიდა ხომეინი, რომელიც მანამდე როგორც ლენინი შვეიცარიაში ელოდებოდა აი თავის მომენტს და ამას ლენინი და ხომეინი ძალიან გვანან ერთმანეთს. თუმცა აი ამ აზრით. აი გახსოვს იმას რომ აქ რა ქვია, ბედი ჩემია და ბედისა მე ვარ და ბედისა ბედი ჩემია და ბედისა მე ვარ ნიშანი თუ რაღაც ეგრეა ბარათაშვილს. აი კაიროსი მომენტი დროის და 3 დეკემბერს მოვიდა ნუმეროლოგია ვისაც უყვარს 1979 წლის 3 დეკემბერს გარდაიცვალა 10 წლის მერე 99 წლის 3 ივნის და ფრანგული აი საფრანგეთიდან დაიწყო და აი საფრანგეთი ირანი ხო და მომენტია და 10 წელი და ერთადერთი უცხოელი ვისაც ის შეხვდა ცივინი ხო ედვარდ შევარდნაძე. ეს რომელ წელს მოხდა? ეს მოხდა 88-ში. ანუ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო უკვე ედვარდი. და მიიწვია და პირადად ელაპარაკა ერთ-ერთზე და სანამ დასვამდა უთხრა ამ დარბაზში სადაც ახლა შეჯდებიო შენამდე იჯდა გიორგი სააკაძე. წარმოგიდგენია. მეც აღარ არის საჭირო. ხო, ეს ძალიან თუმცა სხვა შევს ამის თქმა მე მგონი ნამდვილად შეიძლება ხო დღეს ცოცხალი აღარავინ აღარ არის. რა ქვია. რატომ რა მესიჯი ქონდა გარბაჩოვის მიმართ? წერილს გაატანა და პირადად ელაპარაკა ხომეინი. დღესო დგებაო ძალიან დიდი ის პერიოდიო საბჭოთა კავშირის სიჩუეს თქვენთვის საბჭოთა კავშირი. თქვენო გაქვთ ახლა იდეოლოგიური ვაკუუმი. და ღირებულებითია და ჩვენ როგორც აი ამ დიდი გამოცდილების ქვეყანამ შეგვიძლია სერიოზული დახმარება გაგიწიოთო. როცა შევარდნაძე ეს მესიჯი ჩაუტანა გარბაჩოვი ეპიზოდი მიხვდა, შევარდნაძე მიხვდა ალბათ თავისი ინტუიციით. ყველა ვარიანტი. აი ესე იგი ედვარდს კონდა რაღაც უნიკალურია ეს. ხანდახან ეს ატყუებდა ხოლმე ორჯერ შეცდა ძალიან სერიოზულად. ასაც ნანობდა ცხოვრების ბოლომდე ხო სხვა რაღაცა. მაგრამ და რო ჩამოვიდა ხომეინი მოთხრა რომ არა ვერაფერს ვერ მიხვდა გარბაჩოვი და რაც შეეხება ირანი და რუსეთიო ჩვენო კი ეს ძმები მოძმეერები ვიქნებითო და ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ შორის. ეგრე ის მომიდა. გავიდა 40 წელი გადის ამ რევოლუციიდან, რაც თავისთავად კრიზისს მანიშნებელია, მაგრამ მე ახლა მინდა იმის თქმა, რომ ლიბერალური პარადიგმის კრიზისი დაიწყო სწორედ ირანული რევოლუციით. ირანული რევოლუცია იყო გლობალიზაციის პირველი მარცხი. როდესაც ლიბერალურ დემოკრატიას დაუპირისპირდა პლატონური სახელმწიფო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ირანის დამარცხება ესე იოლი არ არის. და ნახე რატო ვკითხულობ და ირანი თუ დამარცხდება და მას ბევრი რამე გადაყვება. აი ზუსტად მაგ მივდივა. ეხლა წარმოიდგინე ერთი რამე გეოპოლიტიკური. ეს როგორი რაღაცა იცი? აი წარმოიდგინე ეგეთი რაღაცა. უყურე
აი მე Lord of Rings ეგეთი ეპიზოდია ბერლაგი რო გენდალფს ებრძვის და გადაიყოლებს და ყველას გონია რომ გენდალფი დაიღუპა, მაგრამ გენდალფი არ არის ადამიანი. ის აღმოჩნდება რომ ეს არის მაიარი. ანუ ქრისტიანულ ენაზე ანგელოზი. ამიტომ სხვა სხეულით, მაგრამ ის ხო დაახლოებით ესე გადაიყოლებს, ეხლა არ მინდა ეფემისტულად ლაპარაკობ, არ დავასახელო ის ძალები რამაც შეიძლება, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ირანი გააგრძელებს არსებობას ახალ სამყაროში ძალიან დიდი გამოცდის პასად, მაგრამ ირანი გააგრძელებს არსებობას ამ ახალ სამყაროში. ამ ახალ სამყაროში ბევრი ვეღარ შევიდა. ხო, აი უკრაინა მაგალითად ბევრი ქვეყანა ვერ შევა. ბევრი ქვეყანა შევა როგორც აბსოლუტურად დამოკიდებული ქვეყანა. ევროპა შევა როგორც აბსოლუტურად და შევიდა როგორც განახევრებული და ცალკეული სუბიექტი. რეალურად არც ნატო არსებობს, დღეს არც ევროკავშირი არ არსებობს, ხო? ხო. დე იურე არის, მაგრამ დე ფაქტოდ უკვე არა. სადაც უკვე გრენლანდიაზე არის გჭიდაობა. ასე რომ მოკლედ ეს არის და 300 წლის მერე, არა 400 წლის მერე, ხო? უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევდივართ რადიკალურად სხვა სამყაროში. შევედით უკვე. უკვე შევედით და ის რეგიონი, რომელსაც ადრე სამხრეთ კავკასიას ეძახდნენ, ის ბევრად გაფართოვდება პოლიტიკური დატვირთვითაც. კი ბატონო. აუცილებლად და ირანის სახეცვლილება იქნება, ну, მოდი ახლა ღრმა წიაღწლებში არ წავალ ახლა, მაგრამ ეგ იქნება დამანგრეველი რეგიონისთვის, იმიტომ რომ იქ სხვა ძალები იაქტიურებენ მერე და მოკლედ ჩვენ როგორც ხშირად ყოფილა შეიძლება გავიჭყლიტოთ ამ ინტერესთან. 25 წლის მერე რა თქმა უნდა ესე იგი 25-30 წლის მერე კიდე ბევრი ну აქ არის ექსკლავისა და ანკლავის პრობლემა და იქაც ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდა. მოკლედ ეს ცვლილებები კარგ ხანს გაგრძელდება. მე ესე ვიტყოდი, რომ სეისმური პროცესები გაგრძელდება 30-40 წელი. თუმცა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ შეეხება ეს ცვლილებები საქართველოს იქნება ერთ-ერთი მშვიდობის ადგილი მსოფლიოში. იშვიათ ადგილებს შორის, სადაც იქნება მშვიდობა. ეს 25 ეთაობა, ასე ვთქვათ, სანამ ეს მეხსიერება არსებობს, ხო? აი ვინც ახლა 25-30 წლის და ვინც ეს ნახა და გამოიარა, ხო? ან ვინც არის 40 წლის, არა? ხო? აი ამ თაობის ადამიანებისთვის ვინც ეს გაიარა, ხო? მე ჯენზეს არ გულისხმობ. ხო. ეს არის ძალიან სერიოზული გამოცდილება. ჩვენ უკრაინის განადგურებით და დანგრევით ჩვენ მივხვდით რის წინაშე ვიდექით. ხო, ნათელი მაგალითი იყო და ამჯერადაც ღმერთმა გადაგვარჩინა რა. მე აი ამ ირანის ყოფნა არ ყოფნის საკითხში პოლიტიკურ ჭრილში არ ვამბობ, ეხლა ამერიკული კვალი რო არის და ეხლა ისრაელი რო ჩალიჩოს გასაგებია და ეს დაკარგული ქალაქები, მაგრამ მეც იმედი მაქვს, რომ ირანი აღადგეს. მე არ გარგეთყოდი, რომ ეხლა ესე არის საქმე, აი ყოფნა არ ყოფნა, არის გამოწვევა სერიოზული, მაგრამ ჯერ არ არის ეს მომენტი. ძალიან კარგი. მით უმეტეს უფრო מחარებს. მე ესე მგონი, მაგრამ ხდები, იმიტომ რომ ესე ვამბობ, შეიძლება ეხლა მაღლა მთას მოჯდა უცხოფრინველი და მადურო გაიტაც. ყველაფერი ხო გესმისთ, ძალიან დიდი არის ენტროპია. ხო დაუშვათ ახლა 20 წლის წინ 10 წლის წინ ამ ხელა ენტროპია არ იყო. ანუ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, აი ძალიან დაიმსგავსო ყველაფერს. ნახეთ, ესე იგი, არის ეგეთი საოცარი პიროვნება ბენიამინ ნეთანიაჰუ, ხო და? კი. მართლა საოცარი პიროვნება, მე ამდენჯერ მოbrunებული და ამდენჯერ თეთრ რაშზე და ეხლა რასაც აკეთებს, ინსტინქტი. ტრამპს როგორ მაგულებს, აი, აი შენ რო თქვი ყოფნა არ ყოფნა. რეალურად ისრაელი არის მუდმივ რაც დაფუძნდა იმ დღიდან ისრაელის სახელმწიფო არის ყოფნა არ ყოფნის წინაშე. ექსისტენციალური
ექსისტენციალური ხიფათის, იმიტომ რომ თავისთავად ეს ექსპერიმენტი რაც ჩატარდა ისრაელის სახით აი ამ თქვა და ასე აზიური ჩამორჩენილ, იმიტომ რომ ეს იყო არა იუდაიზმის აღდგენა და იმიტომ რომ ეს იყო ლიბერალური პროექტი, დასავლური ლიბერალური პროექტი, როგორც ექსკლავი და ესეთი ექსკლავი ჩვენ გვახსოვს. იყო ესეთი ექსკლავი. ჩემმა კონფესიურმა თანამოძმეებმა შექმნეს 100 წლის განმავლობაში, ეს იყო იერუსალიმის ჯვაროსნული სახელმწიფო, სამეფო. რომელსაც ზუსტად 100 წელი გაძლო. 100. ეს ექსკლავი მეც ვერ ძლებს. გესმის? ამიტომ ის სუვალდის იმას რაც შეეხება, იქაც ექსკლავია ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხო? ან დაიღუპება, ან შეუერთდება დედამატერიքს. ეს არის ჯობია. ან ისე რა ქვია, ან გაიცვლება. ან გაიცვლება, ხო და. ყველა ექსკლავს აქვს თავისი ვადა. აქედან გამომდინარე ისევ მეორებ, რომ ისრაელის აი ესეთი ნუ ხა რა თქმა უნდა მორალურად შეიძლება იმჟელო რომ რა ქვია რამდენად ეს ლიბერალური პარადიგმის დონეზე, ხო? აი წარმოიდგინე, ხო? რომ ხოცავენ ამ რა ქვია, მაგრამ არ დახოცავს და თვითონ განადგურდება. ეს არის აი მე ყველგან მეცნები ჩვენი ეგრეთ წოდებული ჯენზი ლიბერალები რომ აი ისრაელი მართალია. სიმართლეში არ არის, ხო დარვინიზმი ხო? ხო, საერთოდ არ არის სიმართლეში. სოციალ დარვინიზმი ხო უყვართ, ხო ლიბერტარიანები ხო არ არის, ხო არიან. ხო და აი ეგ არის ძმაო. აი სოციალური დარვინიზმი არის თვითგადარჩენის ინსტინქტზე, მე დაპამილი ბოლომდე. თუ არიან ლიბერტარიანები იყავით ძმაო ლიბერტარიანები. რადგან ეს ქრისტიანული ფსევდოქრისტიანული ენა რომ ისრაელისთვის შეიძლება და ჩემთვის არ შეიძლება. ხო და აი ხე წარმოიდგინე რა მაინტერესებს, აი როგორი პიროვნებაა შეხედე. მართლა ის არის, როგორ გითხრა რა, ძალიან ჭკვიანია რა. და თან აშკარად ეს რა არის? ეს იმდენად ჭკვა არ არის, რამდენად ეს არის აი მეტაფიზიკურ რაღაცებს როგორ იყენებს შეხედე რა. ინსტინქტი. აი ინსტინქტი. კი ბატონო, რაც ტრამპს აქვს ეხა, ზოგი ამბობს რომ ტრამპი ბალამუტიაო, მაგრამ ნუ ინსტინქტი ხო აქვს, ხო დავინახე. აი წარმოიდგინე, გამოდის ნეტანიაჰუ. даже გეგმაც აქვს, მეც ასე ვიტყვი. კაკნის სტრადნა. ხო და აი გამოდის ნეტანიაჰუ, წარმოგეხეთ, ტიპი თავის შემეცნებით არის სეკულარული მოწყობის პიროვნება, ხო? ეხა ეგ ისევეა შორს იქიდან, რაც დავუშვათ მე სხვა რაღაცებისგან და ტალმუდი და ტორათი მანიპულირებს, წარმოიდგინე. ეს აუცილებელია. ხო, აი წამდა აუცილებელია. ის უფლება მაქვს, როგორც ანი ნივერნიე, აი ესე უნდა ხოცო, ხვდები? და პალესტინის ამბავში ხო ეს ტალმუდი და ტორა ეს ორი სწავლება ხო გამოიყენა და ეხლა ირანზე გადატანილი, მიხვდი შენ? და უნდა რომ ერთმა გამჭრიახმა კაცმა და ესე თქვა, ვინც ინტუიციას მიყვება, მეორე ინტუიციის მიმყოლი კაცი ტრამპი ირანზე მოახდინო ზემოქმედება. ეხლა აი აქ ხო რაციონალური ნაწილი ხო არა. ისეთ თემებს დაიწყე ლაპარაკი რომ გაგხვდიშეს. არა, ვერ გაბედავენ, მოიცადე ეხა ჩაირთვებ. ჩაირთო? ნიკა გაწდა ხმა და ყველაფერი. ჩაირთო? არა, ჩემთან კიდე არის ops connection. ახლა აღდგა. არის. ისეთ თემებს უბრალოდ ეც ზემოდან გაგხვდიშეს. ხო და მოსაც არ გულისხმობ. აი ზუსტად. ხო და აი უბრალოდ რომ ეხლა თან ბოლოსკენ მივყავს და რა მომენტია იცი? ჩვენ წინა ვიდეოში მე გახსოვს როგორ არ გახსოვს ახლა. საკრალურ მარცვალზე საკრალურ მუღზე ვამბობ. მე და ამაზე ვილაპარაკეთ კი. ხო, აი ქართულ იდეაზე. წარმოიდგინე ებრაელებს ტორა და ტალმუდი როგორც უნდა ამას თავის იმაში ატრიალებენ. ტრამპს თავის ისა აქ რა ქვია სიმართლე საკრალური, რასაც ეძახის ტრამპის მორალს. და წარმოიდგინე აი ამ სამყაროში ირანთან არის ესეთი რყევა. და როგორ ფიქრობ? რუსეთის პოლიტიკური ელიტა ჩამოყალიბდება ისე როგორც ნუ უნდა ჩამოყალიბდეს ალბათ და ეგეც განსაზღვრულია და თავიანთი პრობლემა აქვს და დასასრულს ტრადიციულად
ჩვენ გარდა იმისა, რომ როგორ უნდა ვიყოთ, როგორ უნდა მოვიქცეს ზაზა, როგორ ფიქრობ. აი ეს არა მარტო პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, შინაგანად სულიერი ნეიტრალიტეტი როგორ უნდა შევინარჩუნოთ, რომ აი ეს დანის პირზე გავიაროთ ეს 30 წელი. როგორ ფიქრობ? მე ვიცი რომ ეხლა შავი თერზე დაწერილი რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ იმდე საინტერესო თემაზე ვილაპარაკეთ, რომ შენი აზრი მართლა მაინტერესებს და მაყურებელსაც. იცი რა არის, რა თქმა უნდა, არსებობს ჩემი მასწავლებელი ალექსანდრ პიატიგორსკი, შესანიშნავი რუსი ბუდისტი, ბუდოლოგი, მე მამრზაშვილის მეგობარი ამბობდა, რუსულად ესე ჟღერს. Тот, кто мыслит, тот не действует. А тот, кто действует, тот не мыслит. აი ეს მე პრაქტიკულად აი მთელი ჩვენ საუბარი ამაზე არის, რომ არსებობს ალგორითმი, რომელიც და ესე იგი, მე და შენ ამას ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ მე იმას არ გეუბნები, რა თქმა უნდა, ჩვენც რაღაცა ვაკეთებთ, მაგრამ მთავარი არ არის, ჩვენ შემთხვევაში მთავარი არის გააზრება და ვიღაცა მოქმედებს. მაგრამ როგორც აი როგორც ქართული კულტურის შემადგენელი ადამიანები რაღაც მომენტში გვაქვს რეზონანსი, ჩვენ გვზნობთ. აი მე მაგალითად ეს იგი ეს იაგო ხუჩიასთან და თქვი მაგის გადაცემაში 9 აპრილის წინ რამდენიმე საათით ადრე მე მქონდა განცდა, რომ აი რაღაცა ბედის წერასავით, როგორც ანტიკურ ტრაგედიაში, აი ისე მოდის რაღაცა, რომელიც აი გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს, მაგრამ ვერ შეაჩერებ. აი ეს ტრაგიკული განცდა მქონდა და ესეც მოხდა. ეხლა მაგს უპირიქით, უკვე დიდი ხანია, რომ აი გადავჭით, გამოვძვერეთ, სამშვიდობოზე გამოვედით. ადიხანჯალა ხიდს გახვედით და გავედით. აი ადიხანჯალა ხიდს გავიდა, ისმის აი ეს განცდა მაგ და მე არ ვიცი კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკოსები, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი რას გააკეთებს, როგორ რას მოიმოქმედებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზას ადგანან, აი სწორად მიდის ყველაფერი რა. იმიტომ რომ აი არის რაღაც შინაგანი ალგორითმი და ივანიშვილი გზნობს აი ამ მოკლედ ზუსტად გზნობს აი ხალხის განწყობას და მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ვთქვათ, აი ფასები ესენი ისინი აი რაღაცა მომენტი რო დგება ისეთი რა მართლა ეხლა უკვე თქვათ ყოფნა არ ყოფნის არა, მაგრამ მოდი ვთქვათ ყოფნა არ ყოფნისაც გარკვეული აზრით. ხო აი ჩვენ ვიქცევით ისე როგორც აი ერთი ორგანიზმი რა. ერთმანეთთან ჩვენ ხალხი და ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. და აი დასასრულს გამჭრიახობაზე მინდა ბიძინას ჰქონდა ერთი სასწაული რამ თქვა, თვითონ მე არ გამიგია ბიძინას პირიდან ეგ. მოკლედ მამუკა ხაზარაძის და კვირიკაშვილის პროექტი რო იყო, გახსოვს ანაკლიაზე? ანაკლია კი როგორ არა. მე ნიკა გვარამიასთან იყო ოპოზიციაში გადაბარგებული მამუკა ხაზარაძე. და გვარამია ესეთი მითი ეკითხებოდა, რომ მოყევიო ის საუბარიო რა, შენს ბიძინას და კვირიკაშვილს შორის რო შედგაო და ნუ ჩვენ უხსნედითო ხაზარაძე ამბობს, რომ შავი ზღვა ეს მაღალი ღრმაწყვოვანი პორტი, ამერიკელები ინტერესები და ბიძინა გვისმინა და ესეთი რამე გკითხავ და ამერიკელები შავ ზღვაში რა შუაში არიან. და ამათ დაცინეს გაიგე იმას რა ქვია, გამჭრიახობას და შორხედელობას და მე მომენტში ისე მინდოდა რომ ბიზნეს ეს მართლა და ნათქვამი რომ აი არიცე დღემდე ხო ძალიან მაგარია მე არ ვიცოდი სხვა შორის საიტყოდა კი მაგრამ ეს წარმოიდგინე რომელი წლებია ჯერ ტრამპი არ არის ხო და ბიზნა მეცე მითხრაო რომ სად ამერიკელები და სად ჯავიძე შეხედეო როგორ მიდანავიდიო ფუკუიამათი ეს არის რადიო თავისუფლების და ფუკუიამათი მოწამლული თაობა რასიზმი ხო ვერაფერს ვერ არის გისმის ნუ როდესაც ჩვენთვის ნატო და ფუკუიამა ეს არის ალლაჰი და მუჰამადი ნუ ვერაფერს ვერ არის რა გაიგე ესენი არიან მორწმუნეები
და მე ძალიან მინდა რომ ბიძინას ეს სიტყვები მართალი ყოფილიყოს და მამუკას არ მოეგონოს. არა, ეგრე იქნებოდა დარწმუნებული. იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს. არა, ზუსტად არა, მამუკაშვილმა ხო და ახლა წარმოიდგინე, როცა თურქეთიც კი ხვალ რა ესე იგი რეგიონის ტრანსფორმირება ისე მოხდება, რომ აი თურქეთის დამოუკიდებელი ზავე გახდება. უკვე ნაწილობრივ არის, მაგრამ და ვისია ეს შავი ზღვა? და ჯერ ერთი მაშინ კრიმინაში მგონი არ იყო. თუ იყო აღარ მახსოვს. რა? ყირიმი ჯერ კიდე რუსებს არ არა, ხო, არა, სად იყო ეგ? თუ იყო, შეიძლება იყო, აი რაღაცა ეგ პერიოდია კი. ხო, იმიტომ 2014-ში და მე ეგრე თქვა, მე აქ ვიყავ უკვე ამერიკაში. ხო, ყირიმი იყო. მოკლედ აი ეგეთი ბრძოლი რა. თუ ყირიმი წაღებულია და ყირიმთან გინდა ამის გაკეთება, შეხო წარმოიდგინე უკვე რა დებილი ხარ. და მოკლედ ესე მინდა რომ ამ პოზიტიურ ნოტაზე და მინდა მჯეროდეს რომ ეს მართლა ნათქვამი იყო და მან ეს თქვა, იმიტომ რომ კი არა, აბსოლუტურად მაშინ შვიდად დავიძინე. აბსოლუტურად ჯდება აი ზუსტად მისი აი ლოგიკა და ფრაზა, აი იტყოდა ნამდვილად. ხო არა, ხო. ზაზა, ძალიან დიდი მადლობა. პირიქით დიდი მადლობა ნიკა, წინასწარ გილოცავ დამდეგ ძველ ახალ წელს. ჩვენ ხო უნიკალური ხალხი ვართ, არა? ორ-ორი შობა, ორ-ორი ახალი წელი და ორ-ორი ყველაფერი. გილოცავ მრავალ წარმატებებს, დიდი მადლობა ამ საუბრისთვის და ყველა საღად მოაზროვნეს, ან რა მნიშვნელობა ყველა საქართველოს მოსახლეს უსურებ მშვიდობას, ჯანმრთელობას და კარგ 7 2026 წელს. აი, აბა ბედნიერად. ბედნიერად.